უმაღლესი არსებების დახმარებით დაბალი განზომილების პორტალი დაკეტილია, ხოლო თვითონ ველი კორექტირებულია. დრო და დრო მაინც ხდება დროის და სივრცის დამახინჯება. ამ ენერგიის წყარო ელექტრული და მაგნიტური ველების დიდი სისწრაფით ურთიერთსაწინააღმდეგო მოძრაობაა. როდესაც ელექტრული ველი ცენტრიდან საათის საწინააღმდეგოდ მოძრაობს, არანაირი პრობლემა არ არის. პრობლემას მისი ხანდახან საათის მხარეს მოძრაობა ქმნის და ამ დროს მის ცენტრში მოხვედრილი ობიექტები მხოლოდ ღმერთმა უწყის რომელ დროში ან სივრცე განზომილებაში აღმოჩნდებიან გადასროლილები. საბედნიეროდ ეს ძალიან იშვიათად და მცირე დროით ხდება. ეს დამახინჯებული ველი მარტო დედამიწის პრობლემა არ არის. რაც არ უნდა ფანტასტიკურად მოგეჩვენოთ, იგი გავლენას ახდენს შორეულ სამყაროებზეც. ასე დავაზიანეთ ნაცრისფერების სამყარო, ყველაზე ცნობილი უცხოპლანეტელების, იგივე ზეტების, რომლებიც 40-იანი წლებიდან დედამიწაზე ადამიანებს იტაცებდნენ ექსპერიმენტებისთვის. თუმცა ეს ექსპერიმენტები სულაც არ იყო, მათ არსებობის გასაგრძელებლად გენეტიკური მასალა სჭირდებოდათ, რომელთაც ჩვენგან იღებდნენ, ძირითადად სათანადო უფლებით. ეს კიდევ სხვა ეპიზოდის თემაა. ამავე ცოდნის მიხედვით, დღეისთვის ზეტებმა დედამიწა დატოვეს. ამის გამოსწორება შესაძლებელი გახდა მხოლოდ 2012 წლის შემდეგ, როდესაც დედამიწის ვიბრაციამ აიწია და მაღალ ენერგეტიკულ ველში შევიდა. ახლა დავუბრუნდეთ ატლანტიდის ბოლო დღეებს და ამაღლებული მასწავლებლების მცდელობას. აღედგინათ ქრისტეს, ანუ ერთიანობის ცნობიერების ქსელი დედამიწის გარშემო. ყველა სახეობას, რომელიც კი დედამიწაზე არსებობს, აქვს მისი შესაბამისი რთული გეომეტრიული აგებულების ქსელი, ბადე. ის დედამიწის გარშემო ზედაპირიდან დაახლოებით 100-150 კილომეტრის დაშორებითაა. ყველა ეს ქსელი ერთმანეთისგან განსხვავდება, რადგან უნიკალურია. დღეს ასეთი 15-18 მილიონი ქსელია, ანუ იმდენი, რამდენი ცოცხალი სახეობაც არსებობს დედამიწაზე. სახეობა და არა ჯიში. მეცნიერები იზოლებულნი გახდნენ ეღიარებინათ, რომ უნდა არსებობდეს რაღაც მორფოგენეტიკური სტრუქტურა, ველი, რომელიც ამ კუნძულებს და საერთოდ დედამიწის ყველა წერტილს აერთიანებს. ატლანტიდის კატასტროფული ექსპერიმენტის დროს დაზიანდა ქრისტეს ცნობიერების ქსელიც, ანუ დაიკარგა ღვთიური წარმოშობის ერთიანობის შეგნება. მის გარეშე კაცობრიობა განწირული იყო სამგანზომილებიან სამყაროში სამუდამოდ ჩარჩენისთვის. მანამდე ატლანტიდელები ჩვენ სამყაროს ისე არ აღიქვამდნენ, როგორც ჩვენ მესამე განზომილებაში. ატლანტიდის დაღუპვამდე ცოტა ხნით ადრე ამაღლებულ მასწავლებელთა ერთმა პატარა ჯგუფმა, რომელთაც უმაღლესი არსებები ეხმარებოდნენ, მიაშურა ეგვიპტეს. მათი მიზანი დაზიანებული ცნობიერების ქსელის აღდგენის დაწყება იყო. ეს უნდა გაეკეთებინათ ძველი ღერძიდან. ეს ადგილი კი გიზის პლატოზე მდებარეობს, დიდი პირამიდის მახლობლად. იმ ადგილას, საიდანაც ზედაპირზე ენერგეტიკული მორევი ამოდიოდა, ამოთხარეს და აგურით ამოაშენეს დაახლოებით 6 კილომეტრის